ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება მერკური 2011-ის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან გალა ღონისძიება ამ წუთებში ახალი ტექნოლოგიების სახლში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უნდა დაესწროს. იდეის ავტორი ეკონომიკის სამინისტრო აღონისძიებას თბილისის მერიც ესწრება. დაასახელეს თუ არა წლის საუკეთესო კომპანიები. ლელა ციკლაური საუბრობს პირდაპირ ეთერში. წლის საუკეთესო კომპანიათა ნაწილი უკვე გამოვლენილია. მე მინდა გითხრათ, რომ გალა ღონისძიება, რომელიც გამოვლენს წლის საუკეთესო ბიზნეს კომპანიებსა და ბიზნესმენებს უკვე მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ, ხელისუფლებამ, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტრომ, საინვესტიციო ეროვნულმა სააგენტომ მოუწყო ძალიან პომპეზური დახვედრა ბიზნესმენებს. აქ იყო წითელი ხალიჩა, სადაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელს უნდა გაევლო, უნდა ეპასუხათ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებზე. პირველი გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. წლის აგრობიზნესი დასახელდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ნიკორა, მარნეული სასურსათო ქარხანა და იბერმითი და გამარჯვებული გახლავთ მარნეული სასურსათო ქარხანა. ამ წუთას ჩემს გვერდით კი დგას ადამიანი, რომელსაც ეხლა გადაეცა აი წუთას, ამ წუთას ჯილდო, მე ოპერატორს ვთხოვ, აჩვენოს, ეს არის წლის ტურისტული ბიზნესი, კურორტი ყვარლის ტბა. გიორგი ბილანიშვილს გადაცემ სიტყვას. ბატონ გიორგი, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო? ეს ნამდვილად ამაღელვებელი ფაქტი იყო. ეს ჯილდო იქნება ჩვენთვის ალბათ ყველაზე დიდი სტიმული მომავალი წარმატებებისთვის და მუშაობისთვის. ტურისტული ბიზნესი საერთოდ საქართველოში უნდა განვითარდეს და რაც შეიძლება სწრაფად და მაღალ დონეზე. ეს პრიორიტეტია. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს არის ის პრიორიტეტი, რომლითაც ჩვენ საერთოდ საქართველოში მდიდრები ვართ, ანუ შეგვიძლია ბევრი რამე ვაჩვენოთ ჩვენს უცხოელებს და ასევე ქართველებს, ასე რომ სერვისის მხრივ ვიწოდოთ დანარჩენ კომპანიებს კიდევ. მე წარმატებებს გისურვებთ, უღრმესი მადლობა. რაც შეეხება თავად მერკური 2011-ს, ეს არის პირველი ბიზნეს დაჯილდოება, რომლის ინიციატორებიც გახლავთ ეკონომიკის განვითარების სამინისტრო და საინვესტიციო სააგენტო ეროვნული. მერკური თვითონ ნიშნავს მრეწველობისა და ვაჭრობის ღმერთს, ასე არის მფარველი, სწორედ აქედან გამომდინარეობს მერკური 2011, ანუ თვითონ სახელწოდება. ეს იქნება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია, ყოველწლიურად გაიმართება და რაც შეეხება იმას თუ როგორ მოხდა თავად ამ კომპანიების არჩევა. 250 კომპანია დარეგისტრირდა, როდესაც გამოცხადდა უკვე ამ დაჯილდოების ცერემონიის შესახებ. აქედან ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეირჩა, გამოავლინა 45 კომპანია და აი ამ წუთებში კი გალა ღონისძიებაზე ამ 45 კომპანიას შორის 15 საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა გამოვლინდეს სხვადასხვა ნომინაციებში. ნომინაციები არის უცხოეთის ვარსკვლავი, წლის აღმოჩენა, ვინ დაასაქმა ყველაზე მეტი ადამიანი და ასე შემდეგ, ასევე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, წლის მწვანე ბიზნესი, აგრო ტურისტი, მცირე წლის ბიზნესი, წლის მეწარმე და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ წლის მცირე ბიზნესში ეჯიბრებიან გოგლი მოგლი ჭურა, ჯომარდი, ასევე წლის ბიზნესში სილკნეტი, ბარამბო, ემ გრუპი, წლის დამსაქმებელში ვისოლ პეტროლიუმ, ჯორჯია, ასევე მაკდონალდსი და კოკა-კოლა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა მოსახლეობის მიერ ბიზნესმენებზე ხმის მიცემა, ასევე პრესიდანაც და უნდა გამოვლინდეს ამ გალა ღონისძიებაზე, ასევე ვინ იყო ყველაზე კარგი დამსაქმებელი და წლის ბიზნესმენი. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ჩავწერეთ თვითონ გალა ღონისძიებაში მონაწილე ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე აქ მოუხდათ გავლა. და ბევრი ღირსეული მეტოქე გვყავდა. ეხლა არ ვიცოდი ჩვენ, რომ ესეთი დიდი ჯილდო და პატივი ჩვენ წელს ჩვენი ხვედრი იქნებოდა. მართალი რომ გითხრათ, არ ვიცოდი. მაგრამ სადღაც მე შეამოვნა, რომ აი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩვენ რაღაცნაირად ხმა მოგცა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ ახალი სახეები. ვაჩვენოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ საქართველოში არის და ყოველდღიურად იქნება ახალი ბიზნესები, მცირე ბიზნესები, საშუალო ბიზნესები, რომ ყავს ძლიერი ქალბატონი მეწარმეები, რომ ყავს ძლიერი ახალგაზრდა მეწარმეები. იყო განსხვავებული ნომინაციები, იყო წლის აგრობიზნესი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის მწვანე ბიზნესი, ასე რომ თითოეულ ნომინაციას აფასებდა დაახლოებით 10-მდე დარგობრივი ექსპერტი და აქედან მივიღეთ 45 საუკეთესო ნომინანტი, ხოლო 45 ნომინანტიდან წელს 15 გამარჯვებული გვეყოლება.
ხდება. ძალიან დიდი წახალისება, სტიმული კომპანიებისათვის, რომლებიც დღეს მიიღებენ ჯილდოს, რომ უფრო მეტი საქმე გააკეთონ, გაიფართოვონ თავისი საქმიანობის არეალი, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა საქართველოში. კომპანია ბარამბო დღეს არის ორ ნომინაციაზე წარდგენილი, ეს არის წლის ბიზნესი და წლის აღმოჩენა. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი დაჯილდოება, რადგან ხალხი ირჩევს გამარჯვებულს და ხალხი არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სასარგებლოა, რაც იქნება, უფრო კარგია. რასაკვირველია სტიმულირება ბიზნესისათვის და ძალიან კარგია. ესეთი ღონისძიებები ტარდება. ჯგუფი ინოვაციურ პროექტებში იღებს მონაწილეობას და ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ. წლის განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობენ ბიზნესმენები, ძალიან ბევრს წვალობენ, ძალიან ბევრს ცდილობენ იმისათვის, რომ ბევრი ადამიანი დაასაქმონ და მთავრობის მხრიდან ამ ყველაფრის დანახვა, ამ დაჯილდოება ძალიან დიდი სტიმულია მათთვის. გალაღონისძიებაზე რამდენიმე წუთში უნდა მოვიდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სიტყვით მიმართავს ბიზნესმენებს, ასევე თავად დააჯილდოვებს ერთ-ერთ გამარჯვებულსაც. გალაღონისძიებაზე მოვიდნენ ასევე მინისტრები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და ასევე ესწრება ქალაქის მერი. მათ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია. ახალისების ერთგვარი ფორმა და მე ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად თუ ჩატარდება არის ძალიან მისასალმებელი, კარგი ინიციატივაა, მით უმეტეს რომ არის მთლიანად შეჯერებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მე იმედი მაქვს, რომ წარმატებასაც იქონიებს სწორედ ამ ფორმაში. იქნება დამატებითი სტიმული ქართული ბიზნესისთვის, იმ ბიზნესმენების, რომელთაც დღეს დაჯილდოვებიან სხვადასხვა ნომინაციებში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წაადგება როგორც მათ ბიზნესს, ასევე რა თქმა უნდა მათი ბიზნესის პოპულარიზაციას. ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი და ბიზნესმენი ნიშნავს დამატებით დასაქმებულ ადამიანს და ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონოპოლი არის ის, რომ ხელს უწყობთ ბიზნესის განვითარებას და ვცდილობთ, რომ სიმნიავე არ მივაკაროთ. არიან წარმატებული ბიზნესმენები ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის კომპანიები, ყველას ვანახოთ წარმატებული კომპანიები, რომლებიც წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში და ძალიან რთულ და მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებენ ქართული ხალხისთვის. მერკური ამ ეტაპისთვის უკვე იმკვიდრებს თავს, ის იქნება ტრადიციული, ყოველწლიურად გაიმართება და უნდა ითქვას, რომ ძალიან ლამაზი დახვედრა მოუწყეს ბიზნესმენებს. გალაღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება და მინდა კიდევ ერთი დავამატო სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა სპეციალური ბენდი, რომელიც მსოფლიო ჰიტების ჯაზურ კომპოზიციას წარადგენს. სწორედ აი ამ ჰიმნების ფონზე მიმდინარეობს ბიზნესის დაჯილდოვება. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიის შესახებ